სურს რამდენიმე განმარტება გავაკეთოთ ბოლო ხანს ჭიათურის სახელმწიფო თეატრის მისამართით გამოთქმული უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადებების გამო, რომელთა მიზანია არა მხოლოდ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელობის, არამედ მთელი თეატრის დისკრედიტაცია. ვფიქრობთ, სრული უზნეობა და საჯარო შეურაცხყოფა ცილისწამება მსახიობებისა, რომლებმაც 10 წლეულების მანძილზე საკუთარი მხრებით ზიდეს და 1000 გვარ სირთულეს გამოატარეს დიდი ტრადიციების მქონე თეატრი. აქვე განვართავთ, რომ ყველა სავარაუდო კითხვაზე პასუხის გასაცემად სათანადო დოკუმენტაცია შეტანილია როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ასევე საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტში. ვფიქრობთ, მოკლე ხანში ყოველგვარ გაუგებრობას ნათელი მოეფინება. თითოეული ჩვენთაგანი დიდი ინტერესით ველით თეატრის შესახებ ახალი კანონის ძალაში შესვლას, რითაც არაერთი საკითხი უნდა დარეგულირდეს. ახალი კანონის მიხედვით ყველა პროფესიონალს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად. გსურს საჯაროდ მივმართოთ ჩვენს ოპონენტებს, რომელთა მხრიდანაც ბოლო ხანს ადგილი აქვს სხვადასხვა მსახიობების დაშანტაჟებას. თქვენ სრული უფლება გაქვთ ყოველგვარი ნებათაღელვის გარეშე წარადგინოთ ჭიათურის სახელმწიფო თეატრის განვითარების თქვენეული კონცეფცია, გრძელვადიანი პროგრამა და გამარჯვების შემთხვევაში კანონიერად დაეკავოთ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში სამწუხაროდ გაკეთდა განცხადება ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის მხრიდან, რომ დასის დიდ ნაწილს, რომელთა წარმომადგენლებიც აქ ბრძანდებიან, ხელმძღვანელობასთან ერთად აქვთ რაღაც კორუფციულ, ვითომ და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა მიღებული, რაც არის რბილად რომ ვთქვა ძალზე შეურაცხმყოფელი და აბსოლუტურად ამ ბრალდებებს ახმოვანებს ქალბატონი იზა ჯიშკარიანი, რომელიც გახლავთ დაინტერესებული პირი გახლავთ ამ შემთხვევაში ძირითადად ის ახდენს ამ ბრალდებების წაყენება. ქალბატონ იზას არა, მაგრამ მის ვაჟიშვილს სურს. ბატონ გეგა ქურციკიძეს და ის მას ჰქონდა კონტაქტები. არა, სამწუხაროდ ჩვენ ამის შესახებ არაფერი მხოლოდ ზოგადი განცხადებები ვიცით. რაც შეეხება მსგავს ფაქტებს, მე აღნიშნე კიდევაც განცხადებაში, ყველა დოკუმენტაცია გადაცემულია კულტურის სამინისტროს და ასევე გადაცემულია აბსოლუტურად ყველა დოკუმენტაცია შესაბამისი საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტს. ამიტომ ჩვენ ველოდებით დასკვნებს და შესაბამისად ვიმოქმედებთ, ხოლო რაც შეეხება ფინანსურ დარღვევებზე საუბარს, ეს არის იმ ორგანოების კომპეტენცია და ალბათ შეისწავლიან ამას. ანუ უფრო დაკონკრეტოთ, ესე იგი ჩვენ რო გავიგეთ მეცხრეახის ეთერით და ეს მხოლოდ მეცხრეახის ეთერით გავიგეთ, რომ მათ გადასცეს ასეთ ფორმულირება იყო ნოდარხარობილის უწყებას ეს დოკუმენტაცია. ჩვენი მხრივ ყველა ხელთაღსებული დოკუმენტაცია გადავეცით საპარლამენტო კომისიას. ჩვენი მხრივ ესე იგი რომ გავიგეთ მეცხრეახის ეთერით, რომ მათ გადასცეს ეს დოკუმენტაცია ნოდარხარობილის უწყებას, ასე იყო ფორმულირებული მეცხრეახის ეთერით. ჩვენი მხრივ ყველა ხელთაღსებული ინფორმაცია გადავეცით ერთის მხრივ კულტურის სამინისტროს, მეორეს მხრივ საპარლამენტო კომისიას, კულტურისა და განათლების საპარლამენტო კომისიას. ესე იგი ყველანაირი დოკუმენტაცია ჩვენი მხრივ წარმოდგენილია ზემდგომ ორგანოებში და შესაბამის რეაგირებას ველოდებით ამ ზემდგომი ორგანოებისგან. თუ რამე კონკრეტული დეტალები გაინტერესებთ, კი ბატონო, მზად ვართ ამაზეც გაგცეთ პასუხი.
არ ვიცი ჩემო ბატონო, იმიტომ რომ ჩვენთან არავინ არ მოსულა და არავინ არსად დაბარებულები არ არის. იცით რა შეასაქმე რომ რა თქმა უნდა, ალბათ წაიღეს, ალბათ მოიფიქრეს და წაიღეს, მაგრამ ერთი რამე შემიძლია ვთქვა ძალიან ზუსტად, ძალიან კონკრეტულად და ყოველგვარი თქვა მეორე პლანის და მეორე აზრის გარეშე. ბატონებო, ამის შემოწმებაზე უფრო იული არაფერი არ არის. არსებობს სუბსიდია. ჩვენ ვართ სახელმწიფო ორგანიზმი, ხო? სახელმწიფო ორგანიზაცია. საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ის თანხა, რა თანხა შემოვიდა ჩვენ ანგარიშზე, ზუსტად ის თანხა გაიცა, თქვა ხელფასების სახით, წახალისების პრემიების სახით და ასე შემდეგ. თუ გაინტერესებთ კონკრეტული ძირი ამ საკითხის, მარტივად შემიძლია ჩვეულებრივად, იოლად და გასაგებად აგიხსნათ სიტუაცია. რას გედავებიან ხო ანუ როკან? მარტივად გიპასუხებთ. ესე იგი, ვინაიდან ჩვენ შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ წლების განმავლობაში ამ თეატრში იყო ძალიან დაბალი ხელფასი, რომ დაგისახელოთ ოდნავ მწვენეა კიდევაც, ეს კი ლაპარაკი იყო ჯერ 100 ლარზე, აი იმ დროს რა დროსაც მე დავიწყე თეატრში მოღვაწეობა, იყო 100 ლარის ხელფასი. მე მოგვიმატეს ბატონო ხელფასი, ეს ხელფასი გახდა 150 ლარი და ჩვენ დავდექით სერიოზული პრობლემის წინაშე, რომ 150 ლარად შეიძლება ჩავარდეს თეატრის რეპერტუარი. მეორეს მხრივ, ადგილობრივი ორგანოები არაერთხელ სერიოზულ ზეწოლას ახორციელებდნენ ჩვენზე მარტივი მიზეზით. ამას ერქვა ოპტიმიზაცია, ბატონო. გავუშვით სამსახურიდან ბევრი დატოვეთ ცოტა და იმ ცოტას მიეცით მეტი ფული. ჭიათურა, ბატონებო, არ არის ისეთი ქალაქი, სადაც შეიძლება გაუშვა არტისტი თეატრიდან და დაღუპოს და დატოვოს სარჩოს გარეშე. არანაირი სხვა სამუშაო ადგილი არტისტისთვის ჭიათურაში არ არსებობს. ამდენად მიღებული იყო მარტივი განცხადება, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ქალტონი ნანა წერეთელი და მე როგორც ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არა უკაცრავი კონსულტანტი ვაკეთებთ ასეთ რაღაცას, მარტივ რაღაცას, არავის არ უშვებს სამსახურიდან. ყველას ამ მიზერულ ხელფასებს უხდით, მაგრამ პატარა განსხვავება ხომ არსებობდეს მომუშავე არტისტ შორის და არამომუშავე არტისტ შორის. ეს განსხვავება უნდა ყოფილიყო, მომუშავე არტისტებს უნდა ქონოდათ პატარა, მაგრამ მაინც ფინანსური სტიმულაცია სცენაზე გასვლისა და როლის თამაშის და აქედან გამომდინარე წლების განმავლობაში მოხდა ასე, რომ ყველაზე ვიხდით აი მინიმუმ ხელფასს, მაგრამ ის ვინც თამაშობს, აი იმას ნათამაშებ როლში ამ თვეში კონკრეტულად თქვა, აი ამ სპექტაკლში რო ითამაშე როლი, აეწერება კიდე პატარა პრემია. მე მგონი გასაგებად თქვი, ხო? ეს იგი როგორ ვახერხებდით აი ამ დიფერენციაციას დაკავებულსა და არადაკავებულს შორის. ესე იგი, აი ეს დიფერენციაცია და ამგვარი ცხოვრების წესი თეატრში არა მარტო ნანა წერეთლის და ანდრონიკიძის ის იყო, რა ქვია, ან ახირება, ან გადაწყვეტილება. მინდა გითხრათ, რომ ამის თაობაზე იცოდა აბსოლუტურად ყველა თეატრში მომუშავე ადამიანი. ეს არის ფაქტი. ის რომ ჩვენ ამდაგვარად დავარიგებთ ხელფასებს და იმ წახალისებებს, იცოდა მთელმა თეატრმა, იმიტომ რომ ეს წესი იყო მიღებული თეატრის საერთო კრებაზე, დემოკრატიული გზით. თუმცა იქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჭიათურის თეატრის სტატუსი არის სიფი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი და თეატრის ხელმძღვანელობას აქვს უფლება თავისი შეხეზურების მისამებრ, ვინაიდან და მით უფრო, რომ ეს არის შემოქმედებითი ორგანიზმი, აქვს სრული უფლება განასხვავოს ხელფასით, თქვათ, მისი შეხედულებით საჭირო არტისტი, მისი შეხედულებით ნაკლებ საჭირო არტისტ შორის. პატარა დიფერენციაცია მოახდინოს. იცით რა, ამ ეტაპზე ამ განცხადებას აწევს ხელს 11 ადამიანი. სხვადასხვა პერიოდში მათი რაოდენობა იყო სხვადასხვა. ეხლა მე ვერ შევიძლია და არა მაქვს არანაირი უფლება ვთქვა, რომ ის წერილი, რომელიც შედგა მათი მხრიდან და შევიდა კულტურის სამინისტროს სახელზე, აერთიანებს ყველას აი ზუსტად ამ განცხადების გამო. პრაქტიკულად მოხდა ისე, რომ რამდენადაც მე შემიძლია გავიგო, ყველას რაღაცა პატარ-პატარა თავისი მიზეზი რო აქვს უყოფილობის, აი ეს მიზეზები გაერთიანეს ერთ წერილში და დაარქვეს ამას ჭიათურის თეატრის ცუდი შემოქმედებითი, ვთქვათ, სახე რო აქვს ამას დააბრალეს და დააბრალეს იმას, რომ ასე ვთქვათ, ჩვენ არაეფექტურად მუშაობთ. ბატონებო, მინდა ოდნავ დავასწრო თქვენ შეკითხვას და წარმოვთქვა სრული სერიოზულობით. ჩვენს თეატრში უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში სპექტაკლებს დგავენ ისეთი რეჟისორები, როგორც არიან საშუალო თაობიდან. აი ეხლა ამ წამს გამოუშვა პრემიერა ბატონმა გიორგი შალუტაშვილმა, რომელიც შეფილდის ფესტივალზე აიღო საუკეთესო სპექტაკლის, ასე ვთქვათ, ნომინაცია. პრემია და გარდა ამისა, მისმა არტისტებმა კიდე 3 პრიზი ჩამოიტანეს.
ამ თეატრალური სკოლების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული ფესტივალის პრიზები. ეს წამია ბატონი სოსონ ემსაძე ამზადებს გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ძალიან საინტერესო რეჟისორი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს თბილისის თეატრებშიც და არის ასოცირებული პროფესორი ჩვენი თეატრალური ინსტიტუტის, ასევე დგავს სპექტაკლს. უფროსი თაობიდან ჩვენთან დგავდნენ სპექტაკლებს ბატონები ნუგზარ ლორთქიფაინძე, ბატონი ნუგზარ გაჩავა. ეხლა ძალიან საინტერესოა მხატვრები ვინ ყავს ჩვენ. ეს არის ბატონი მირიამ შუელიძე, სოფლიო თეატრალურ ვიფში შესული მხატვარი და ასევე ბატონი აივენგო ჭელიძე. ესე იგი ლაპარაკი იმაზე, რომ შემოქმედება ჩვენს თეატრში ასე ვთქვათ, გამიზნულად ცუდ ხარისხში იმყოფება და არ ექცევა ამას სათანადო ყურადღება, მე მგონი ისეთივე ახირებაა, რომ დღეზე თქვა, რომ ღამეა. თუმცა მე ძალიან ზუსტად ხვდები იმას, რომ შემოქმედება ზოგადად საკმაოდ სუბიექტური სფეროა და ვიღაცას რაღაცა შეიძლება არ მოწონდეს. ესე იგი 62-ია სრული რაოდენობა, ესე იგი აქ არიან ესე იგი სტაფიც, ტექნიკური პერსონალი და მსახიობები. მსახიობებში ჩვენ გვყავს 26 კაცი. სრული უმრავლესობა მსახიობების არის მოქმედი ხელმძღვანელობის ხარეს და ამის დადასტურებაა თუნდაც ორი დამსახურებული არტისტის, ბატონი როდერ ჩაჩაინძის და ქალბატონი ქეთევან შარიქაძის არსებობა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჩვენთან ერთად. ასევე საშუალო თაობაცაა წარმოდგენილი ბატონი ამირან ნასყიდაშვილი, ბატონი გოჩა აბაშიძე და ახალგაზრდობაა ქალბატონი სოლხულეძიანი, ქალბატონი თამუნა ჯაჯანაშვილი. აქ შეგვეძლო ჩამოგვეყვანა აბსოლუტურად ყველა, მაგრამ მე არ ამგონია, რომ ამ დემარშს ჰქონოდა რამე რეალური უფლება. კი ბატონო, რაც გავიდა მე-9-ის ეთერში, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ჩვენ ელემენტარულად გამგეობამ მოგვიმატა სუბსიდია, თეატრში შემოვიდა მეტი ფული და ჩვენ ეს ფული არასამართლიანად გავანაწილეთ. ამაზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იგივე თქვა ქალბატონო ნანამ, ამაზე არსებობს კონკრეტული დოკუმენტაცია და როგორც კი გავიგეთ ამ ბრალდების შესახებ, ძალიან მარტივად მოვიქეცეთ. შევადგინეთ წერილი, დავურთეთ ყველანაირი ჩვენ ხელთ არსებული დოკუმენტაცია, გავაგზავნეთ კულტურის სამინისტროში და პარლამენტის ბატონ ზაზა პაპუაშვილს მივწერეთ, ის არის მთაწმინდის მაჟორიტარი და აგრეთვე ამ კომისიის, კულტურის და განათლების კომისიის წევრი. მიღებულია ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ჩვენი წერილი იქ არის და ალბათ ახლო მომავალში იქნება სათანადო რეაგირება ამაზე. ყველა დოკუმენტაცია ჩვენ ხელთ არსებობს. და უბრალოდ ცოტა არ იყოს უზნეოდ მიმაჩნია, ასე ვთქვათ, დანარჩენი მსახიობების, ასე ვთქვათ, დადანაშაულება რაღაც ფინანსურ მაქინაციებში და ძალიან ცუდია, როცა დასის უმცირესობა, დასის უმრავლესობაზე გაიძახის, რომ ესენი ყველანი არიან ფინანსურ მაქინაციებში, ასე ვთქვათ, ხილებული. გაბრძანეთ? კი ბატონო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათ შინა განაწესის, თეატრის შიდა განაწესის მიმართ დანაშაული ჩადენილი არ არის. და ნებისმიერ ადამიანს დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება კონდეს რაღაც კონკრეტული მოსაზრება. ან ასეთი, ან ისეთი. მოსაზრებისთვის არავინ არ იზრდება. თუ კი დააშავეს, თუ კი ჩაშალეს სპექტაკლი, ჩაშალეს რეპეტიცია ამ პროცესი, ამაზე იქნება ფსიქოლოგიური რეაქცია აბსოლუტურად ნორმალური და გასაგები. დამატებით შემიძლია გითხრათ, რომ რაც შეეხება ფინანსურ შემოწმებებს, თქვენ ალბათ იცით, რომ როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ჭიათურის სახელმწიფო თეატრი არის დაფუძნებული კულტურის სამინისტროს მიერ. ამდენად ყოველწლიური მიზნობრივი სავალდებულო აუდიტორული შემოწმება ტარდება ყოველწლიურად თეატრში. აქედან გამომდინარე, რაიმე სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზე იმთავითვე ძალიან ძნელია იყოს საუბარი. თითქმის შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ეს აბსოლუტურად ყველაფერი არის მოგონილი და მე ვიტყოდი სხვა მიზნებისთვის განკუთვნილი წილისწამება. Sure.